გაუმარჯოს ყველას. დღეს გადავწყვიტე, რომ დაუბრუნდე ცოტა ხნით ესპანური ენის გაკვეთილებს და ერთი რაღაც საინტერესო ვიდეო ჩავწერო. ვის ჩემ ესპანურის გაკვეთილებს უყურებს, 100-ზე მეტი გაკვეთილი მაქვს ჩაწერილი, თუ 100-მდე, ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ თითქმის მთელი პროგრამა გავლილი მაქვს. ამიტომ მე ხლა ვიდეოებს რასაც ჩავწერ, უკვე წერ ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაცა გარკვეული ცოდნა უკვე აქვთ ესპანურ ენაში. ასე რომ ნულზე ვინც ხართ, მათთვის ეს ჩემი ახალი ვიდეოები ვერ იქნება. დღეს გადავწყვიტე, რომ ვილაპარაკო 2-3 სიტყვაზე, რომელიც გვხვდება ესპანურ ენაში და რომელსაც რაღაცა ისეთი თავისებური მნიშვნელობა აქვს და რომელიც პირდაპირ ქართულ ენაზე ესე ერთი სიტყვით ვერ გადაითარგმნება. ეს ყველა ენაში არის ესეთი სიტყვები. ქართულ ენაშიც არის ესეთი სიტყვები, რომლებიც ძალიან ბევრი მნიშვნელობით გამოიყენება და სხვა ენაზე ეს ერთი სიტყვით ვერ გადათარგმნი. ასევე არის ესპანურშიც. პირველი ესეთი ზმნა, რომელიც მე დღეს გამახსენდა, შემხვდა და გადავწყვიტე, რომ ამ ზმნაზე ვისაუბრო, არის pillar. აი ესე იწერება ორი ელით pillar და ამ ზმნას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელობა. ხო, აი ბევრ რაღაცას ნიშნავს და მინდა ყველა ეს ასე ვთქვათ ვერსია განვიხილოთ რა. პირველი, აი, ნახოთ ეს იგივე რაც coger agarrar, ანუ აღება, ხელის მოკიდება, pilla el libro que está en la mesa. აი ეს წიგნი, რომელიც არის მაგიდაზე, ხო? ან მაგალითად მეორე ვარიანტი არის ტაქსის გაჩერება. ტაქსის დაჭერა, როგორც ვიტყვით ქართულში, ხო? ეხლა აღარ ამბობენ, ტაქსი დავიჭიროთ, მოძველებული გამოთქნა თქომია ქართულად. ადრე ჩემ ბავშვობაში ამბობდნენ ტაქსი დავიჭიროთ. ეხლა შეიცვალა დრო და უკვე ტელეფონით იძახებ ტაქსის და დაჭერა აღარ გჭირდება. ხო და ესე არის voy a pillar un taxi. ტაქსის გავაჩერებ, ტაქსის დავიჭერ. ხო, ეს არის. მეორე, pillar არის შესწრება ვინმეს რო სადღაც შეუსწრებ მოულოდნელად. ხო, აი ეს რაღაცა არის. La policía lo pilló robando. პოლიცია მას შეუსწრო ძარცვისას. ანუ ფაქტზე დაიჭირა რა, pillar, ფაქტზე დაჭერა ვიღაცის. Me pillaste, sí, fui yo. მეორე მაგალითი. გამომიჭირე, კი მე ვიყავი. ანუ გამოჭერა ვიღაცის რაღაცის. ასევე pillar გამოიყენება, როდესაც აი ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე, ტელეფონზე რო ურეკავ ვინმეს და ჩვენ მეუბნებით ხოლმე, ცუდ დროს ვარ გირეკავ. ან კარგ დროს გირეკავ, აქ ცალია სალაპარაკოთ ესე მეუბნებით. და ესპანელები ამბობენ ესე მოკლედ, te pillo bien, ანუ კარგ დროს გირეკავ, ან te pillo mal. ამის შემდეგ pillar კიდე ჟარგონით ნიშნავს რამის გაგებას, რამის რო ჩაწვდები. ქართულში ჟარგონით ვიყენებთ სიტყვას დაწევას, ხო? No lo pillo. ანუ ვერ დავეწიე, რომ ვიძახით ქართულად ჟარგონით. ამის ანალოგია ესპანურში არის no lo pillo. ვერ დავეწიე, ანუ ვერ დავიჭირე. ვერ ჩავწვდი. ხო, რაღაც აზრს. Tardé un rato en pillarlo. რაღაცა დრო დამჭირდა, რომ დავწეოდი, ხო? ანუ რომ გამეგო, ჩავწვდენოდი არს და ასე შემდეგ. ხო, pillar ასევე არის გამოიყენება, როდესაც რაღაცა ესე ვქვია, მაგალითად he pillado un resfriado, გავცივდი რა, ანუ რაღაცა გაცივება დავიჭირეო რა, ესპანურად ესე სიტყვით რო გაათარგმნო. ქართულად რა თქმა უნდა ესე არ ვიტყვით. ხო, გრიპი შემხვდა, შეიძლება ვთქვათ, ხო, ან რაღაცა ეგეთი რაღაცა, მაგრამ he pillado un resfriado ნიშნავს რომ გავცივდი. Pillar ასევე არის დროულად მისვლა სადღაც ან დაწევა. Si corremos pillamos el autobús. ხო, იქ ხო თქვით რომ ჟარგონით დაწევა არის რაღაცის გაგება. აქ უკვე პირდაპირ მნიშვნელობით არის დაწევა. Si corremos pillamos el autobús. თუ გავიქცევით, ავტობუსს დავეწევით, ანუ მიუსწრებთ. Pillar ასევე ნიშნავს ჟარგონით შეყვარებას. enamorarse. ესეც სალაპარაკო ენაში არის. Se ha pillado por su compañera de clase. შეუყვარდა თავისი თანაკლასელიო, ხო? pillarse. ეს უკვე უგუქცევითი ზმნა არის. ხო, pillar კი არა, pillarse, se pilló. შეუყვარდა. Sorprender en una situación comprometedora. ხო, ისეთ სიტუაციაში შეუსწრებ ადამიანს, ხო? Lo pillaron con otra chica. სხვა გოგოსთან შეუსწრეს. ხო? Me pilló mi madre fumando. დედაჩემმა შემომისწრო, რომ როცა ვეწეოდი სიგარეტს, ხო? აი ესეთი ზმნა არის pillar, რომელიც არის ძალიან საინტერესო ზმნა.
და შემდეგი ზმნა, რომელსაც განვიხილავთ, ხვალ ანძეგ, არ ვიცი, როდესაც, რა ქვია, ხასიათზე ვიქნები. შემდეგი ზმნა იქნება წინასწარ არ გეტყვით რომელი. ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლოთ.